მოკლედ მეგობრებო, მოვრჩით დღევანდელი ამბავი 10 საათიანი ძრავის მოთელვა მოჯენვა ჩავად უკვე ვლაგდებით, აგერ დაგვაღამდა ფაქტიურად. ძრავმა გაიარა იდეალურად, ყველაფერი აბსოლუტურად იდეალურად. და რა ვიცი, თავიდან ხო სასწაულად მუშაობდა. და აი ბოლოს აი ღუღუნებს, რასაც ქვია, აი ღუღუნებს და ძალა და გამწეობა აქვს, რა გითხრა, აი ორი კაცი ვისხედით 360-იან კოლიბრის ნავზე და ბოლომდე აქსელერაციის დროს უკვე გრძნობდი, რომ საფრთხეში გადადიოდი ორი კაცი ვისხედით და 30 კმ/სთ განავითარა, ბოლომდე ხელმოჭრილი ცოტა ზიგზაგები ჰქონდა წინ, ანუ თლაც სარგისებურ წყალზე ვერ გავარბოდი, მაგრამ მაინც. და აი უკვე საშიში იყო რა, აშკარად იგრძნობოდა, რომ საშიში იყო და მოკლედ კარგია რა, რეკომენდაციას გავუწევ მე პირადად, იმიტომ რომ კარგია და რავი, გუშინ ისეთ კაც შევამოწმებინე და ის პირველი 10-20 წუთი ბალონში ისეთ კაცთან გავიარე, რომ მამა ამ ძრავების ასე რომ ვთქვათ და წუნი ვერ უნახა და სარეგულირებელი ვერაფერი ვერ უნახა და მითხრა, რომ ეს იქნება სუპერი ძრავიო და ჯერჯერობით ეს იაჩვენებს. ამის შემდეგ დაგვჭირდა ახლა რედუქტორიზეთის გამოცვლა და შემდეგ თავიდან გადავამოწმე კომპრესიაზე, ორივე ცილინდრზე ქონდა 9-ები კომპრესია, 9 და ნახოთ წესი 9.5 უნდა აჩვენოს და აჩვენებს რა ამას. ალექს, შენ რა სიტყვი? უცბად. თურჩევს უყოლას ძალიან მაგარი მატორებია ძმა, უდღეს ისე ვისია აი ძალიან თამამოწმე. ხო, ვნახეთ სხვა ძრავებიც ვნახეთ, ბევრი შევხვდა, ბევრს გამოვესაუბრეთ რაღაცა, მაგრამ ახლა სხვისას რამეს კი არ ვაკნინებ, მაგრამ თვითონვე დაინტერესდნენ თავიანთ ძრავების ქონის მიუხედავად, რა იყო, როგორ იყო ამისი მუშაობის ხმა, სტილი, მანერა რო ესმოდა და რო გავცვალეთ აზრები. მოკლედ, ხო, თვითონაც მოკლედ რაღაცა ძალიან საინტერესოა. მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც ახალ ძრავებს ატარებდნენ მოთელვებს, თუ მოჯენვებს, ქართული სიტყვა მინდა რომ ვიხმარო და მოკლედ თვითონვე გამოხატეს კეთილი დამოკიდებულება, არაფერს არ ვიბრალებ. უბრალოდ რაც იყო იმას ვიძახი. დანარჩენი ყველამ თავისი საქმე თვითონ იცის. კიდე მეტი შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ ცოტა უკეთესია. ხო, ასე რომ კარგად წონდებოდეთ და ყველას გირჩევთ მსგავსი სიამოვნების მიღებას თქვენი შემდგომი ნაყიდობებიდან.